მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ აივალი და გიბრუნდებით ისევ ტაბსით. მოკლედ დღეს მეგობრებო, ასეთი არ გავივლით იმას, რა ქვია, main gameplay-ს, გვექნება ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟების ბრძოლა, რათა გავარკვიოთ თუ ვინ არის ყველაზე ძლიერი ჩემს სამეფოში. მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე თქვენ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ხარხი და დავეშვით, მოკლედ ეხა შევალთ აქ. მოკლედ 14 პერსონაჟი ყავს, რა გუშინ გავაკეთეთ ბეტმენი და სუპერმენი და ეგეთები. გავაკეთე კიდევ ნარკოტიპები და ეგზოტიკური ქათმები. შევაბრძოლებთ ახლა და გავიგებთ ვინ არის ყველაზე ძლიერი. ესეთ საინტერესო ვიდეო უნდა გამოდგეს, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემოვედით თამაში. კარგი, ახლა რა ვშვებით პირველ რიგში. პირველი ბრძოლა იქნება ვიშევრძოთ, კაი, ბათმენი სუპიმენის წინააღმდეგ. დავაი, აბა ვინ მოიგებს? და რა თქმა უნდა, სუპიმენმა წამებში განადგურა ბათმენი თავისი ეპიკური თაური დარტყმით თუ ზურგის. კაი, არა, მოკლედ, სუპიმენმა გაიმარჯვა ერთი სიტყვით. ახლა რა ვშვებით? ახლა მოდი შევაბრძოლოთ ერთმანეთს. Fake Naruto და Bakigu. Fake Naruto წამებში განადგურა Bakigu, მეგობრებო, ვაიმე. აღარ, ანუ ტიპი იმენა გააქრო არსებობიდან, ანუ ვინ ჩემი ფეხები ხარო და განადგურა Bakigu უბრალოდ. კარგი. ეს რადგან Bakigu განადგურებულია, ახლა ერთმანეთს უნდა შევაბრძოლოთ. შევაბრძოლოთ. Superman და Fake Naruto. აბა ვნახოთ როგორი ბრძოლა წავა. ვაიმე, რა საკეთებს? Fake Naruto იმენა ანადგურებს ხალხს, მოკლედ, ნახეთ იმენა. გააქვა ადგილზე დარტყმაც არაცალა. ნახე როგორ გასრიალებით მოკლა. კარგი, ახლა Spider-Man-ი შევაბრძოლოთ დოქტორ უცნაურს. ესეთ საინტერესო ბრძოლა იქნება. და Spider-Man და Spider-Man-ი ავანშოტებს დოქტორ უცნაურს. ოპა. სერიოზული კონკურენციები მიდის. დოქტორ უცნაურს შანსი არ დაუტოვა Spider-Man-მა, ისე განადგურა წამებში, მეგობრებო. ოპა, ეხლა რა ვშვებით? მოკლედ. ეხლა ავიღოთ ჯართის კაცი და შევაბრძოლოთ კაპიტან USA-ს. ესეთ საინტერესო ბრძოლა უნდა იყოს. აი, ამოიცა ჯერ ესე გამოიყურება ჯართის კაცი და ესე, ვაიმე. ჯანდაბა. კაი, დავიკიდოთ. სრულიად ერთი პატარა დარტყმით მიოლნირის ჯართის კაცი დაეცა და გაიმარჯვა მან რა ქვია, USA, კაპიტან USA-მ. აი ასე გააქვა დარტყმაც არაცა და კარგი. ეხლა რა ვშვებით? მოკლედ, ეხლა უნდა ავიღოთ ვინ დაგვჭა აქეთ. ვინ ავიღოთ? გრენი ბაბო დაგვჭა, გრენი ბებო და უნდა შევაბრძოლოთ რა თქმა უნდა კაპიტან USA-ს. ოპა, რაღაც საინტერესო ბრძოლა მიდის. მიდი ბებო. ოპა. რა ხდება? და კაპიტან USA-მ უბრალოდ გაანადგურა. ნახეთ როგორი გმირული პოზით. ხო და გარედან ხმები შემოდის და მაგისთვის ბოდიში გიხდით. ახლა კაპიტან USA შეებრძოლება შეებრძოლება მოდი შევაბრძოლოთ Fake Naruto-ს დავუყენოთ ბატონი კაპიტან USA ერთ-ერთი ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი პერსონაჟები და როგორც მოსალოდნელი იყო Naruto ანადგურებს მას შანსს არ უტყობს ნახეთ როგორ გმირულ პოზაში არის ის და ნუ კაპიტან USA გავიდა მარილზე. მაგრამ მას ექნება კიდევ ერთი შანსი. მოდი კაპიტან USA-ს მივცეთ კიდევ ერთი შანსი და შევაბრძოლოთ თოხს. ესეთ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ. ამ ორი ტიტანის შებრძოლება ძალიან საინტერესო იქნება. დაიწყო მატჩი და რაღაცა თქვენ ოპა, რა ხდება? ხახი საწავიდე?
აუ მე მგონი ამან თავი მაპიდან გადაეგდო ერთი წამი მეგობრებო რიმატჩი იგივე მეორდება სიტუაცია თოხი მაპის ქვევით რატომ მიდის რეებს აკეთებ ჩემი ძმა იბრძოლე სადაა კაპიტანი USA ნუ კაი კაპიტანი USA-მ გადაიგდო თავი ალბათ მაპი არის გაბაგული და თოხმა მოიგო ძალიან ძერს პოზიციაში დგას ისინი რო არ მოვიტყუოთ ოხ ესე იგი კაპიტანი USA განადგურდა აღარანაირი შანსი არ აქვს მას დაბრუნების და თოხი გადადის შემდეგ ტურში მაგრამ სანამ თოხი შემდეგ ტურში გადავა მან დაამარცხოს ტანიჯორი დავიდა ტანიჯორი სერიოზული მოწინააღმდეგეა იმიტომ რომ მას აქვს ყინულის და წყლის ძალები და ხო ტანიჯორიმ გაიმარჯვა არ ვიცი როგორ თუ მოგწონთ მეგობრებო ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დამიწერეთ რომელი პერსონაჟების ბრძოლა გინდა იხილოთ და მე მათ აუცილებლად შევაბრძოლებ ერთმანეთს ახლა კი ტანიჯორი და სასუკი ებრძოლებიან ერთმანეთს ორივეს ხმალი აქვთ რაც ცოტა რაინდული ის არის ოპა ვაიმე რა ხდება რა ვინ მოიგო ერთ წამი სასუკიმ დაამარცხა ტანიჯორი მეგობრებო რაც ნიშნავს რომ სასუკი გადადის შემდეგ ტურში და სასუკი დაუპირისპირდება სასუკი ეხლა დაუპირისპირდეს მკვდარ აუზს ანუ მკვდარ ფულს ანუ დედპულს მკვდარი აუზი ვაიმე მე არასდროს დავთქვი მოიცა აქით მკვდარი აუზი არა კაცო აი აქით მკვდარი აუზი და მეორე მხარეს დაუშვათ სასუკი მოკლედ წესით ძალიან კარგი ბრძოლა იქნება ოპა რა ხატაობთ სასუკიმ დაავანშოთა მეგობრებო როგორც ხედავთ თუ არა ხო სასუკიმ დაავანშოთა მკვდარი პული თუ მკვდარი აუზი ბოდიში საინტერესო ბრძოლებია რო არ მოვიტყუო თუ მოგწონთ ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაწერეთ რომელი პერსონაჟების შებრძოლება გინდა იხილოთ იმიტომ რომ წინა ვიდეოს კომენტარებში არავინ არ დამიწერა არაფერი არ მომშალა ახლა კი დიქუ შებრძოლება სასუკის ოპა რაღაც დიდხანი ბრძოლა იყო თუ ისე და ვინ გაიმარჯვა დიქუმ ხო დიქუმ დაამარცხა თავისი აპერკატით სასუკი გაიყვანა მარიცე და გააგდო ტურნირიდან ასეთი დაძაბული თამაშები სოფლიო ჩემპიონატზეც არ მინახია. ახლა კი დიქუმ უნდა შეებრძოლოს წესით ერთადერთ და განუმეორებელ ფეიკ ნარუტოს. მაგრამ მაპი უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ამ მაპზე ჭედავს. მაპი შევცვალეთ მეგობრებო და აი ამ ორი უკანასკნელის ბრძოლას ვიხილავთ ახლა. ასე გამოიყურება ფეიკ ნარუტო დიზაინი შეუცვალე წინა ვიდეოების მერე. და ასე გამოიყურება ჩვენი დიკუ ქვია, მაგრამ დიკუს ვეძახით, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ნამდვილი. ხო. 3 2 1 მოეცა, კაცო. ბრძოლა დაიწყეთ. აი გარ, ოპა. ფეიქ ნარუტო ძალიან ბროშურიკენს ისვრის. ვაიმე, დიკუ შანსი არ აქვს. ბიჭო, რა ხდება? ვაიმე, ჩემი რა ხდება, ძმა? იმენა გამწარებული ისვრის ფეიქ ნარუტო შეხედეთ რა გიჟია იმენა გიჟი ძალიან დაძაბული ბრძოლა მიდის მეგობრებო შეხედეთ ნარუტო იმენა ხელს არ ანძრევინებს დიკუს შეხედეთ იმენა შანს არ უტოვებს მაგრამ როგორ არა როცა ნარუტო ჰაერში ხდება დიკუს ძალის ზემოქმედების ქვეშაა ოპა ეპი ხდება მოეთანს მეგობრებო ამას ხედავთ დიდხნიანი ბრძოლა გამოვიდა, გაიწელა ძალიან ვარ ხდება ვინ იგებს ბოლო ვინ ხო არ ხატაობთ ფეიქ ნარუტომ რა ეპიკურად დაამარცხა დიკუ და ფეიქ ნარუტო გახდა მთავარი იმენა ძმა ბროიზ აურა ფარმინგ with that pose W fake ნარუტო კომენტარებში გავუსპამეთ მეგობრებო ძალიან ძერსკად დაამარცხა
თახო კინაჩვენებია აიბალის სამეფოს მცველები მკვდარი აუზი ტანიჯორი კაპიტანი USA თოხი ჯართისკაცი ბაკიგუ ფეიკ ნარუტო მეც ერთ-ერთი უძლიერესი გამოდგა სამეფოში და რომელიც სოფლის მთავარი სამეფოს მთავარი ცველია ბათმენი კატის ყურებით თողონდ სუპიმენი სპუდერმენი დოქტორი უცნაური გრენი ბებო დიკუ და სასუკი ესენი არიან ისინი ვინც იცავენ ჩვენ სოფელს ეცდებიან რომ დაიცვან სამეფო მათი იდუმალი მტრისგან რომელიც ახლო მომავალში გამოჩნდება